Madam President, thank you so much, and of course, lady, it was such a great honor for us. Good. See you today. მადლობა ბატონ პრეზიდენტო, იმისათვის რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ასევე მადლობას მოგიხდით ყველა მონაწილეს და სტუმრებს, ვინც დღეს მობრძანდით, ასევე დიდი მადლობა დიპლომატიურ კორპუსს, მოვხედავ ბევრ საპატიო სტუმარს დღეს ჩვენთან ერთად. მინდა მივესალმო პატრიცემულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ამ კვირეულისთვის, რომელიც სტარტდება და Atlantic Council-ისთვის, იმისთვის რომ ასე კონცენტრირებულად, ასეთი ინტერესით და მონდომებით ჩართული არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ნატოზე და იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნატო როგორც ალიანსი იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების ირგვლივ, იმ საზოგადოებების ირგვლივ, იმ იდეალების ირგვლივ, როგორც იქმნება და ვითარდება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა როგორც უსაფრთხოების სისტემა იმ სახელმწიფოებისთვის, ვინც რომელშიც თავისუფალი ადამიანები ყვნენ თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ სახელმწიფოებს და ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემა. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ასე თავისუფალი, ისტორიულად ძალიან თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა, რომლებიც მუშაობენ და მოღვაწეობენ იმისთვის, რომ შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს თავის პოზიციები, თავის შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში, ერთიან დისკურსში და ამ სახელმწიფოებრიობის ირგვლივ, ამ იდეალების ირგვლივ ვქმნით ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართული საქართველოს დაცულობის, ქართული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც დაცული ადამიანი, დაცული საზოგადოება და დაცული სახელმწიფოს იდეალების ირგვლივ გაერთიანებულ სახელმწიფოს შესახებ. საქართველომ ალბათ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რომ ეჩვენებინა, რომ ეს ჩვენი რეალური იდეალებია. ძალიან რთულ ვითარებაში, რომლის თაობაზეც მე არაერთხელ აღნიშნავს, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით დემოკრატიას და ვარ ვითარებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დათმის ობიექტი 2008 წელს და რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს. ურთულეს რეგიონში ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობის და ერთიანი მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა, მაგრამ არა მხოლოდ. ჩვენ ვქმნით თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის. კიდევ ერთხელ ეს იმ რთული გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს როგორც უსაფრთხოების, ასევე სხვა კუთხის მიმართულებით გააჩნია. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავიდანვე 90-იანი წლებიდანვე იმის მერე რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და საქართველო გახდა ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქვეყანა და შექმნა თავის შეიარაღებული ძალები, მონაწილეობდა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში და დღესაც ჩვენი მებრძოლები იცავენ
გლობალურ უსაფრთხოებას და სამწუხაროდ ეწირებიან კიდევაც არის შემთხვევები ეწირებიან კიდევაც აი ამ მიზანს და მისიას. ამავე დროს საქართველოს არის ქვეყანა, რომელიც თვისობრივად აძლიერებს, ავითარებს და რეფორმების მუდმივი პროცესის შედეგად ნატოსთან კიდევ უფრო თავსებაც ხდის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ეს დამსახურება ჩვენი თავდაცვის სისტემის და ჩვენი შეიარაღებული ძალების იქნა აღნიშნული ველსშიც და ამ დამსახურების შედეგად საქართველოს მიიღო თანამშრომლობის ისეთი პაკეტი, რომელიც ფაქტიურად ნატოს ისტორიაში სხვა ქვეყნებს შეიძლება ითქვას, რომ მანამდე არც ქონია. ეს პაკეტი არ დარჩა უბრალოდ დეკლარაციად და სულ 2 თვის წინ ჩვენ გავხსენით საქართველოში ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღრმავებს ჩვენს ინტეგრაციულ პროცესს. მაგრამ ბუნებრივია არა მარტო საქართველოს დღეს ფაქტიურად მთელი ევრაზიის კონტინენტი არის ასევე სერიოზული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და ეს აისახება ჩვენ ქვეყანაზეც. მე ვფიქრობ, რომ ამის თაობაზე რაც შეიძლება ფართედ ღიად უნდა ვისაუბროთ და რაც შეიძლება მეტად უნდა გავაგებინოთ ყველა ჩვენ პარტნიორს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც საქართველოს ამ თვალსაზრისით თამაშობს. საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების მოყარე, დემოკრატიული, თავისი არჩევანის ერთგულიერი იმსახურებს მხარდაჭერას და დაცულობას. არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი სახელმწიფო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე თავის თავია. უზრუნველყოფს რეგიონის გლობალურად უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების, უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროექტების დაცულობას. დღეს საქართველოს, აზერბაიჯანი და თურქეთი ავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას რეგიონში და შესაძლებლობას აძლევენ ევროპის ქვეყნებს ალტერნატიული ენერგომატარებლების და სავაჭრო გზები ქონდეს. მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს ფუნქცია არ მთავრდება და არ იკეტება მხოლოდ აი ამ თანამშრომლობით. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. საქართველოს ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ ახალი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე საქართველოს როგორც სტაბილური პარტნიორის უზრუნველყოფაში. თავის მხრივ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ევროპას, ასევე აზიას თანამშრომლობის, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ვაძლევთ. ჩვენ ძალიან მტკიცე ვართ ამ თანამშრომლობის თვალსაზრისით. მაგრამ ეს თანამშრომლობა გადის იმ რეგიონში, რომელიც უკვე სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით განსაზღვრულია რუსეთის მიერ, რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც მათი პრივილეგირებული ინტერესის სფერო. თავის მხრივ ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს პირველმა იწვნია და მერე ბევრად უფრო ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებაში, შესაძლებელია საერთოდ მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ თვალსაზრისით საქართველოს უმნიშვნელოვანესი არის როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არის ლიდერი ქვეყანა ფაქტიურად აი ამ სარტყელში დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ერთგულების თვალსაზრისით, ასევე არის უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ამის თაობაზე ჩვენ რაც შეიძლება უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან, რაც შეიძლება უფრო ნათლად უნდა ვაჩვენოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში, რაც შეიძლება უფრო აქტიურად უნდა ხაზი გაუსვათ და წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენ
მცირერიცხოვან ერს ამდენი გამოწვევების ფონზე ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. როგორც ამღირებულებების, ასევე გლობალური პროექტების ხარდაჭერის თვალსაზრისით და მე მჯერა რომ აი ესეთი დისკუსიები კიდევ უფრო შორს წაიყვანს საქართველოს ნატოში ინტეგრირების დღის წესრიგს და საბოლოოდ უზრუნველყოფს იმ დაცულობას ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრი გაგვიკეთებია, მაგრამ აგრეთვე უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტ დაცულობას, მშვიდობას და განვითარებას გლობალური რეგიონისათვის. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებ წარმატებას თქვენს მუშაობაში. Very much supported from our side. That could be a good start in our teachers. Dafür müssen Sie die Lehrer weiterbilden. Rather than copying the system from Natürlich bewusst sein muss, dass eine vollständige Umsetzung Education, Youth and Sports to Stuttgart to introduce you to the Tibet system. Seit über 10 Jahren Bildungsdienstleistungen ausbaden. What we really need at this extent is the expertise. Das Berufsbildungssystem zu reformieren, in der Kooperation mit uns anschließend sprechen können. Dass eine Delegation aus Georgien nach Stuttgart gekommen ist zu einem მოხარული ვართ, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი დაინტერესდა გერმანული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო სისტემით. და მოხარული ვიქნებით, თუ კი შევძლებთ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი ექსპერტიზა, დავახმაროთ საქართველოში ამ მიმართულების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის და ჩვენი ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. guten Erfahrungen dazu nur raten. Dualuri პროფესიული განათლების ელემენტების დანერგვით ნამდვილად დაინტერესებული არის შტუტგარტი და ჩვენი კოლეგები. რაც მთავარია, მათ აქვთ საერთაშორისო დონეზე ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება, განსაკუთრებით გამოვყოფდი სინგაპურის მაგალითს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგივე მიდგომით დავიწყოთ მუშაობა ჩვენს მხარესთან, ანუ საქართველოს მხარესთან. შემდგომი ნაბიჯები, რაც დაიგეგმა, ეს არის უკვე შესაბამისი ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლა, რომელიც გაეცნობა ჩვენი რეფორმის მიმდინარეობას და შესაბამისად შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება უკვე იმ ხელშეკრულებაში, რომლის ფარგლებშიც დავიწყებთ მუშაობას იმ პირველი ელემენტების დანერგვისათვის, რომელიც აუცილებელი იქნება პილოტირების და აპრობაციის რეჟიმში. იმ პრობლემებს გადავჭრით, რაც არის სკოლაში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. აუცილებლად დავამატებთ ყველაფერი. ჩვენები ჩამოვიდა და იმიტომ ჩვენ საბედნიეროდ სხვა ფსიქოლოგიურად ზათქართ. მანდატური სამსახური აგრძელებს გაფართოების პროცესს. ჩვენ სპეციალურად გადამზადებული კადრები დღეს შევიყვანეთ 4 რეგიონის საჯარო სკოლებში. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღურად იზრდება თვითონ მოთხოვნა საჯარო სკოლებიდან. ისინი მოგმართავენ ჩვენ და მოგმართავენ თხოვნით, რომ შევიყვანოთ მათ სკოლებში მანდატურები. ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოების პროცესს გეგმის მიხედვით. და უახლოეს მომავალში ყველა საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი მანდატური. დღეს ჩვენი სკოლისთვის არაჩვეულებრივი დღე არის. დღეს პირველად ჩვენ სკოლაში შემოვიდა მანდატური სამსახური, რომელსაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ველოდებოდით და გვაქვს ძალიან სერიოზული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამსახური და ჩვენ ერთად ვითანამშრომლებთ და ყველა იმ პრობლემას, რომლის წინაშე დგას სკოლა, შევეცდებით ერთობლივი ძალით, ერთობლივი მუშაობით აღმოფხრათ. ჩვენ მთელი სკოლა, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები ძალიან ასე ვთქვათ, ველოდებოდით, სულ მოუთმელად და ბედნიერები ვართ დღეს, რომ დღეს ეს სამსახური ჩვენთან არის. დღეს პირველად შემოვედით გამარჯვების სკოლაში, მანდატურები
ჩვენი ფუნქცია მოვალეობები არის წესრიგის დამყარება, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ძალიან კარგად შეგხვდნენ, მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი და ვფიქრობთ, რომ მეგობრობაზე იქნება ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებული.